საქართველოში ჩამოვედი, იმედია კარგ სამსახურს ვიპოვნი. კურიერად დავიწყე მუშაობა, სულ შაურმა. რა თმინდა ეს ცივი შაურმა, სად იყავი აქამდე? დროა სხვა სამსახური ვიპოვნო. სამშენებლოზე დავსაქთი. აქ მუშაობა სრულიად უსაფრთხოა. აქ ვერ გადავრჩები. სად წავიდე? თუ გინდათ სხვა ისტორიები ჩემზე, გამომიწერეთ. ექთნად ამიყვანეს, ეს სისხლი პაციენტებს აუღე. ექიმო, როდის გამწერენ? როცა კარდიოგრამა გასწორდება. ექიმად ვერ ვივარგე. ჭიათურის მაღაროში უნდა ვცადო ბედი. გონი ძალიან ღრმად ჩავედი მაღაროში. იქნებ ცოტა ფრთხილად. ხელს ნუ მიშლი, ვიცი რასაც ვაკეთებ. გონი ჯობია ამერიკაში წავიდე, მელოდება მექსიკა. მეგობარმა იაფად აგიყვან ბორტზე ბილეთიც არ დაგჭირდებაო. მექსიკაში ვარ, ქართველმა გიდმა მოკლე გზა ვიციო. რატო ვენდე? კაქტუსებით მაქვს სავსე ტრაკი. ამაგარია, მინდა ყოველ დღეს საზღვარს ხვეთდე. პატარა პაკეტებს დავატარებ, მეუბნებიან ესე მალე გამდიდრდებიო. მალე ვერ გავმდიდრდი, მაგრამ მალე ჩამსვეს. არ მეგონა თუ მაიმუნებთან ერთად ჩამსვავდნენ. მაიმუნი შევედი და კაცად გამოვედი. ეხლა კი მინდა სიმღერით დავემშვიდობო ამერიკას. Good love is hard to find. Good love is hard to find. საქართველოში დავბრუნდი მითხრეს. აქ ეკონომიკა დუხსო. ეკონომიკა არა, მაგრამ ჩემი წყალი კი დუხს. ეხა თავს გადავხდი რო არ გადმოვიდეს. საკმაო ფული ვიშო ამერიკაში, ეხლა დროა მოვიარო საქართველო. ავტოსტოპი გადავწყვიტე, ვინ გაუჩერებს მაიმუნს. ლამაზი ქალი მაინც ვიყო. დოსოჯი წიე. მთელი გზა მურეწიე, მუგოკოწიე, კიდე კარგი მდინარემდე მომიყვანა. გონი ჯობია სოკო მაინც დავკრიფო და მოვამზადო, სანამ კარავს გავშლი. თევზებს ჩემი ვიზიტის შესახებ არ უთხარი. ჩვენი ვიზიტიც არ შედგა. სოკო ცნობა არ ვიცი, იმედია არ მომწამლავს. გონი გამაბრუა. მაგარია სოკო. ახლა მარტო სიმშვიდეა მაიმუნის სიმინი. აი ახია სიმშვიდე მფარავს მე. ისნა ჩემში დგას ბალახივით ვილად მეძახის გული. აი ახია გონი პახმელიაზე ვარ, კიტრის მწნილი გაასწორებდა. რა ლამაზი გამოქვაბულია. იმედია კიდევ რამე შარში არ გავეხვევი. ეს ადგილები არ მეცნობა, მგონი დავიკარგე. როგორც ჩანს დროში ვიმოგზაურე გამოქვაბულით. ეხლა კი ტყვევარ. ვიცით რომ მომავლიდან ხარ. გააკეთე ჩვენთვის იარაღი და თავისუფლებას მოგანიჭებთ. მათ გონიათ იარაღს ვაწყობ. ეს საფრენი აპარატია. იმედია იფრენს და გამოქვაბულთან დავბრუნდები. რაღაც წვეულება აქვთ მეომრებს. David, power unite, rise, David the king, fight, freedom to sing. Unstoppable energy. ხო ამბობდი გავფრინდები. იმედია ეხა ჩემს დროში დავბრუნდები, წავედი გამოქვაბულისკენ.
გონი ყველაფერი გამოვიდა. შენ ბიჭო, აქეთ მოიხედე, სიგარეტი არ გაქვს კლინტასთვის. ეხლა 90-იანი წლების საქართველოში მოვხვდი. უბნის კლინტასაც ძლის გადაურჩი. ოხ, დაწყებულა კასანდრა. მეზობლის შესასვლელსაც კარგად დაეტყო. ვაიმე აკოცა. მეზობელთან ზუკოს წვენი და სიგუას ნამცხვარი მაჭამეს ვარ. ძალიან შემბე. კამერა გავწიეთ, რამდენს მოგცემენ ბნელოვიჩ? მილიონ კუპონს მაინც. მილიონ კუპონად 2 პური, ნავთი და მამალო მოვიდა. არა უშავ ბნელოვიჩ, ნავთი გვაქვს, სიბნელეში არ ვიქნებით ღამით. ბნელოვიჩი ვარ ბიჭო. ძმაკაცის დადაგვიჭრეს და ბარკალი გვინდა. გოგო თუ დაჭრეს საავადმყოფოში წაიყვანეთ. თავის ბარკალი გაუბანძდა, ეს ბარკალი მაიტა. დღეს მაგარ ბნელტუსოვკაზე მივდივართ, დაატრიალე კასეტა ბნელოვიჩი. თბილისის ღამებნელი ხო, მაგარ ფარფიზე მოგიყვანე. დაკარგულ დროში სითბო ისევ გვიხარია შუქის გარეშე მაგრამ ჩვენც ეკვავთ გათენებამდე ვიდგებით მედგრად თავი მისკდება, პახმელიაზე ვარ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ თქვენ რა. ოტელი გოგო გავიცანი. ეხა მომწერა, ჩამოდი ბირაია რაი. ყვავილებს წაუღებ, იმედია მოეწონება. პირველად ვარ პაემანზე. რაც მინდოდა ეს ვარდები, ბი? შაურმა მაინც გეყიდა. ვაიმე ბიგეიგო, ჩემა ძმამ რო შეგხვდი და დაელაპარაკო იქნება. დამალაპარაკე თუ კაცია მაგ დამალაპარაკოს ერთ. ო, დამალაპარაკოს ერთ თუა მაგარი ბიჭი. წამოდი და ქალაქის წეში დავხდები, ვიცოდენ დადიან ზეგლიდან ზიგან. ჩემი ძმა ჩამოვიდა პატარა ფოთიდან და მომიგვარებს ეხლა. აბა რა ძმა. ხო ძმა, მაიმუნია, მაგრამ კაი ბიჭია, კაროჩე. ჩამოართვი ხელი, კაროჩე ძმა. შიმპო მოვიყვანე მალთაყვის ზღვაზე, ხო კაია აქ ძმა. კი მაგარია, ქვიშის ტალახი. აბა სიმინდე, სიმინდე! მოგვეცი 2 ტარო. ეხლა წამო ძმა პატარა ფოჩი და იქანე რიონზე გათვეზაებ ღლავებზე და პივის თევზებზე ძმა. ძმა. ეს კოღოები საშიშ არ არის, ხო? არა, რა საშიშ ძმა. ორი კოღო მიკავავდა და ერთი მკვენდა, ძლივს გადაურჩი ფოთელ კოღოს. ამ თევზებს ამ ხელათავები რატო აქვთ? პივისაა ძმა აგი. ერთი ტყვით 2 ბატი მოვკალე. გარეულები იყვნენ? ისინი არა, მაგრამ პატრონი კი. აქ ძმა, მე ისეთი მონადირე ვარ, წყალში თევზი და ხმელეთზე ცხოველი ვერ ჭაჭანობს ძმა. აბა ჩემი შიშითო. თოფი დამრხა სახში, თორე ერთი ტყვით დავაგდებდი სამივეს. წამოი ხამსიე მაინც ვიყიდოთ ბაზარში. ხო, კაი აზრია. ჭამე ძმა, მაგარია, ცოცხალი ხამსიე. დიეტაზე ვარ. დაწერეთ, რომელ ქალაქში წავიდე და კიდე ეს YouTube-ზე გამომიწერეთ რა. ეხლა ჩემს დროში ვარ და სამტრედიაში მივდივარ მეგობართან. იყიდე სამტრედიის ჯემიანი ბულკი, საოცარია. კი მინდა ბულკი. კოსმოსური ხომალდი კი არა. სამტრედიელებმა როგორც ჩადეს ბულკში ჯემი, აი ეს არის სასწაული. ცოტა გავიარე და მაშინო ნახე ეს ლოკომოტივი ფილმში უკან მომავალში იყო. ეხა ბაზარში ვარ და ყველა იღიმის, ყველის ვაჭარივით. იყიდე ყველი, შენ ამოწყდი. როგორი სპორტული ხალხია სამტრედიაში. შინაური ცხოველებიც კი ველოსიპედით დადის. ამ სამტრედიის ნაყინზე გემრიელი მართლა არაფერია.
როიცოდე ქიშმიშიც რა უხვად აქვს. სამტრედიის სოფელ ღანირში მივდივარ მეგობართან. მელოდება. ჩემი მეგობარი შიმპოც ჩამოვიდა. კარგია, სოფლის საქმეებშიც მომეხმარები. გექცა ოჯახი. ერთი ჭირიანი ქათმის გამო არა მომხადა სული. რატო არ სვამ ღვინოს, ბაბუ? ექიმა მითხრა. ღვინო და ქალები არ შეიძლებაო შენთვის. აბა დუდუკი გაიკეთოს ექიმა უკან. ტიტუ აირაია ხორი წვია საწოლში. ბიჭო ეს რა არის? ხორს რა უნდა საწოლში? აქანე ტუალეტი სად არის? ეგერ გამხმარი ხე ხო ხედავ? ეგაა ტუალეტი. მოიცა კაცო, გამხმარი ხია ტუალეტი? ტუალეტი როა მაგიტოა გამხმარი. მთელი დღე ინტერნეტში არიან და არავინ წველის, დაუსკდათ ძროხებს ჯიქნები. ნუ მიღებთ ხო შემაიმუნო. ლოთო. ლოთო. აბა ახლა წევედით და მივიღოთ ჯაკუზის აბანოები ბუნების წიაღში. ნუ გადამირიეთ ბიჭო ძროხა. ახლა რომელ ქალაქში წავიდე დაწერეთ კომენტარებში. სად ვარ? სად ხარ და ვანში ხარ? ადექი. გუშინ ბევრი დავლიე სახში. ეხა აღმოვჩდი ვანში. შიმპო ვარ ჭკუა არ მაქვს თავში. ვანის სოფელ სულორში მიყვები კაი კაც. მერაბა მინავ ნახო დვალიშვილი. აბუ ხო არიცი, აქ მერაბი საცხოვრობს რომ იმასწავლო? ახლა რომ მიდიხარ შენ ახზე ხო? ემა მხარეზე, ამ მხარეზე. აქ ეს ძე შესახოვია, ძე დაშოულია. ჭაია იქიდე მერაბის სახთა. კიდევ მერაბიში ხარდა. იქიძი ადეიშვილია. მე ხარ ეგი. მერაბსაც მივაგენი და ძალიან გახარებული ვარ. ძალიან მიყვარს შენი ჩხუბის ყურება და ძალიან მიხარია რომ მე არ მცემენ რინგზე. არ მინდა ბრძოლა, რაც უდი სიმთვრალე ქონია მერაბ. რა კარგ ბუნებაში მოვხვდი. ეს ხიდიც კაცობრიობის მერვე საოცრებაა. იქ ხალხია და მუსიკა. წავალ ცოტას გავერთობი. DJ ჩართე რა მოკარგი მუსიკა. ეხლა ვანის მუზეუმში ვარ, გიდი ამბობს, რომ წინიდან უფრო საინტერესოა. ეს სუვენირად წამოვიღე. ჯინიძია ზღვისპირას მაგარი მდიდრული სახლი მინდა. კარგად ხომ ხარ? შემომხედე სად ცხოვრობ. მასეთი სახლი მეც მინდა. ვანელი ჯინი რა სურვილს შემისრულებდა? დიხაშხოს გოგირდოვანი აუზები ვანში. ძალიან ლამაზია ხალხო. რა კარგია ცხოვრება. ვაიმე. ძმა, ვაფშე მთელ სამეგრელოს განახებ. იცი რა მაგარი ადგილებია, ძმა. კაროჩე, ეხლა შიმპო და მე ვართ კოლხეთის ეროვნულ პარკში. იგივე ამაზონი. აქ ძმა საშიში არაფერია. მასე ამბობდი კოღოებზეც. გავიყინე, გიდიც დაიკარგა.
მაგას რა ენაღვლება? კაროჩე კია თბილად ნიანგის მუცელში ძმა. ეხა რა ვქნათ მეზღაპრე? მომინათე ძმა. აქ საშიში რამე ვაფშე არ ბინადრობს. ნანაია ცირა ქოგვალე. ღმერთო ეს ღამე გადამატანინე და ბანანს არ შევჭამ ერთი თვე. ნანაია ქოგალე. ტურისტებზე 50 ლარია. რას ამბობ ქალბატონი? ქართველი, ნაღდი მეგრელი მაიმუნია, გეფიცები. ხო მაინც მოვაცემინე ნახევარფასში ბილეთი. აუ, მაგარია მარტვილის კანიონი. წამოდი ნამდვილი მარტვილის თაფლი გაგასინჯო. არ გვიკმეს ფუტკარი? არა ძმა. მეგრელი ფუტკარია. ეხლა თაფლს გავსინჯავთ. მგონი ტუჩები მისივდება. კაი რა ძმა. ტუჩებზე ბოტოქსისთვის ფულს იხდიან. შენ კიდე უფასოდ გაიკეთე. ეხლა ძმატობაზე აგიყვან, მაგარი მოგეწონება. ხო, იმედია. ეხლა აქ გაგასინჯებ ელარჯს. ელარჯი რა არის? ელარჯი ძმა არის მეგრული სნიკერსი. წელე იყავი მხიარული. მიდი გაწელე ელარჯი. ძმა ხო მაგარია აქ. აუ კი, მაგარია. ვაიმე, გავიყინე. აბა რა გეგონა რომ შეცურე ძმა? წამო ქალაქებს განახებ, თორე დაემგვანე მომჭკნარ ბანანს. წამოდი სამეგრელოს ქალაქები ვნახოთ და ბანანსაც გიყიდიმე, ნაღდ მეგრულს. უცებ მომჯობინდები. აბა როგორია სენაკის ნაყინი? კარგია, მაგრამ სამტრედიის ჯობია. მაიმუნი ხარ რა. ეხლა ნოქალაკებში ვართ. ისტორიული ციხე ქალაქი. აბაშაში რას ვნახავთ? შეხედა ძმა, შუქნიშანი აქვს ლამაზი სამინათურით. ეს ძმა ზუგდიდია, სამეგრელოს გული. მიდი გასინძე ნამდვილი მეგრული კერძი. აჯიკა. დადიანების სასახლეს ვნახავთ. აბა რა ძმა, ვაფშე მეფესაც შეგახვედრებ, აქ ხალხი მყავს. წამო ძმა, ეხა გალში გადავიდეთ. გალში რა გვინდა? მაგარი მწვანე აქვს ძმა, გავხიარულდებით. სუფრაკავა ბიჭი კარსაც კი აქვს სურნელი გალის პლან ჩუქნის ბუნებასთან კავშირებს უთმელი მიწის დავლა შავი ზღვის იაერი თითქოს ერთად ყამნის ვიბრაციას ბობას და სიტყვა we turn down system babylon falls სამაგრელო warriors stand tall გზები დამფრეული მაგრამ ბილია ყველა სიყვარული stronger reggae გვასწავლის თენალი დაწერეთ რომელ ქალაქში წავიდე და კიდე ეს YouTube-ზე გამომიწერეთ რა. და თუ სურვილი გაქვთ TikTok live-ში გასწავლოთ როგორ კეთდება ეს ყველაფერი, მე და ვირუკელა ეხა მივდივართ კახეთში. იქ ცოტა კახურღვინოს დავლევთ და დავათვალიერებთ. მარაჯო. ვირით წამოვედი კახეთისკენ, ფულიც დამეზოგა. ეხა ღვინის დეგუსტაციაზე შევივლით მიხოსთანა. რა შვები მიხო პაპა? ვირს ჭადრაკს როგორ ეთამაშები, ჰა? შენ ამასა ვირი ეძახე და კი მიგებს 2/1, ჯო. რა ვქნა, მიხო, ამოვატრიალო მწვადი? არა, დაცხება და მისით ამოტრიალდება, მაგრამ უნდა ქნა. მოდი ეხა იმ კაცსა გაუმარჯოს, ვინცა მამაპაპისეული მიწა გაყიდა, აი ეხა Facebook-ზე ფერმასაულის. ამ ჭიქითა შენ გაგიმარჯოს. ისე შენა და ამ ვირს ცოტა ხნით ვერ დამიტოვებ, ჰა? ეხა მივდივართ ჯიპტურით გარეჯის უდაბნოში. გარეჯი საქართველოა. უერთდებით აქციას. აქ არავინ დაგხვდა. მოკლედ მიშა, გადადექი და ჩვენ ბრუნდებით უკან. წამო ვირო. აქვე კალახის ვულკანებს გამოუარეთ და ჩავრჩით. მოდი ვირო დაგეხმარო. მიხო მაინც იყოს აქ. უკნიდან მოგაწვებოდა, მაშინვე ამოხვიდოდი. კაი თუ შურხინკალს მივირთმევთ. მიდი ჭამე ვირო. მაგრამ როგორ შეჭამ, ხელები შენ არ გაქვს და ჩანგლით არ შეიძლება. მე და ვირუკელა ეხლა შირაქის სამხედრო აეროდრომზე ვართ და ვაპირებთ
პარაშუტით გადმოვხტეთ. ვირო, იცოდე! აერში არ გაგეპაროს! ვირო, ქვემოთ, როგორც კი დავეშვებით, საკალბასეში ჩაგაბარებ. სიღნაღი მართლა სიყვარულის ქალაქია. ჩემმა ვირმაც კი იპოვა გულის სწორი. შენ ხო შენ გამომიწერე და მოიწონე. კიკუ, ეს დოლარიანი შენი რომ იყოს ხო გინდა, გეიხადი ახლა. თუ რას გავხარ, კიკუ, ჩაიცვი. შიმპო, ეს პისტოლეტი 6 ტყვიანი გნებავს თუ 8-იანი? მოიცადეთ ერთი წუთი. გამარჯობათ. ეს ბანკია? შეგიძლიათ მითხრათ, რამდენი დაცვის თანამშრომელი გყავთ? ჩემს ცხენს ვისკი დაუსხი. და თქვენ არ დალევთ, ბატონო შიმპო? ზარულო ვარ ცხენით, აბა როგორ? შესანიშნავი კოვბოი გარდაიცვალა. ყოველ დღე 30 ჭიქა ლუდს და 2 ბოთლ ვისკს სვამდა. და რისგან გარდაიცვალა? წარმოდგენა არ მაქვს. ხელები მაღლა ასწიეთ. ყველა ქალს გავძარცვავთ და ყველა კაცს გავაუ. ბატონო, ალბათ ყველა კაცს გაძარცვავთ და ყველა ქალს გავაუთ, ხო? ვაიმე, თქვენ საქმეს მიხედეთ რა. შიმპო მიცის როგორ გაძარცვოს მატარებელი. ვაიმე, ჩემი ქმარი მოვიდა. რა ვქნათ? აგერ მყავს ცხენი ფანჯარასთან. ვაიმე. ვინ იყო ჩემს ცოლთან? იცოდე, ყველას ვესვრი. მერე მაგდენი ტყვია გაქვს მაგ რევოლვერში? ეხლა ინდიელებთან ერთად ცხოვრობ. პატარა ისარს მეძახიან. რატო ხარ მოწყენილი, ღრმა გამოქვაბულო? ვერ გაიგებ პატარა ისარო. პატარა ისარო. საბოლოოდ დავეხმარე მეუღლეს მოეშორებინა ქერტლი. Head and Shoulders-ი უყიდე? სკალპი ავხადე. ოსურეზო სუკა ხალე თექინოღვე მუთალუ გოხარც ხილცხენ ღეჯებ თეკ გაკლებუთალუ აი შამუ შენ ვაკ თაკედი ხაშინად ვალარი დოუძახი ჯოღორებ შარიკადო არამი აკაკედი კომუჩასის განი მიო გამალი არამიდო შარიკა არიკადო არიკა არამიდო შარიკა არიკადო არიკა არამიდო შენ ხო შენ არ დაგავიწყდეს მოიწონო და გამოიწერო. ეხა საბჭოთა დროში ვარ. დახლები ცარიელია. აქ ფული თითქმის არ მეხარჯება. აქ სულ ორი სახეობის ძეხვია. ძეხვი არის და ძეხვი არ არის. ნუ მეორე სახეობის არის ხოლმე ძირითადად. აგერ ჩაის პლანტაციებში ვმუშაობ და 37 მანეთს მოუყარე თავი გადავფრინდე უნდა მოსკოვებში. ვიფიქრე მანქანას ვიყიდი თქო, მაგრამ 20 წელი რიგში თუ იქნებ შეხვდესო და გადავიფიქრე. ეხა სოხუმში ვარ ზღვაზე. რა კარგი ქალია. გამოველაპარაკო ჩემი რუსულით. Давай познакомимся, девушка. Ты столба, и я столба, давай замиканья. ნამდვილი ამერიკული ლევისი. 10 მანეთი და შენია. არ გინდა? ომში თუ ტყვედ ჩავართებოდი, ან მოგხლავდნენ, ან მოგხდნენ. შენ ხო ტყვედ ჩავარდი? რა გიქნეს შევანია, ჰა? მე მომკლეს მაშინ. კომუნიზმი რა არის? კომუნიზმი ეს არის, როცა კბილებამდე ხარ შეიარაღებული, მაგრამ არ გაქვს კბილები. პირველი ვარ, ვინც კოსმოსში იფრინა და უკან დაბრუნდა. თქვენ ნამდვილად პირველი ხართ, ვინც საბჭოთა კავშირიდან გაფრინდა და შემდეგ მაინც უკან დაბრუნდა. ვანია, ის ჩერნობილის სოკო არ მოგწამლავდა? არა, ჩიმფო. ის ქვაბი ხო დავმარქეთ ღრმად მიცაში ჩამის შემდეგ. ვანია, ეგ სოკო თუ წამლავს, სახლში რატომი გაქვთ? სიდედრს უქვალს. ერთი მწოდნე ექიმი როგორც ვერ ნახეთ ამოდენა ქვეყანაში. რა ვქნათ ამ ხანაგო? მწოდნე ყველა დახვრიტეთ და ესაა რაც დაგვრჩა. ჩიბუხს ხომ მემიტოვებთ ამ ხანაგო, ჰა?